რა მოხდა 12 იანვარს ქუთაისში მდებარე რესტორან ამირანში მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. გურამ ჩალაგაშვილს დღეს 2 საათის განმავლობაში კითხავდნენ. სემეკის ხელმძღვანელი სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გაიმართოს. ქუთაისიდან ახლა თორნიკე ხურციძე ისაუბრებს ჩალაგაშვილის დაკითხვის დეტალებზე. პირდაპირ ეთერში თორნიკე უფრო კონკრეტულად რომ გითხრა, რა საქმეზე ედავებიან მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელს? საქმე ეხება 12 იანვარს რესტორან ამირანში მომხდარ ფაქტს, სადაც გურამ ჩალაგაშვილი თანხმდ პირებთან ერთად ქეიფობდა, სადაც ის დასვამ მდგომარეობაში მყოფი დაუკავშირდა ენერგოპრო ჯორჯიას ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით მურადაშვილს და მოსთხოვა, რომ ქალაქში გამოერთო ელექტროენერგია, რის გამოც 180-ზე მეტ აბონენტს 12 იანვარს საღამოს რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ჩალაგაშვილი დღეს ბრალდებული სტატუსით იკითხებოდა, გამოძიება მას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედავება. დაკითხვიდან გამოსულმა ჩალაგაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში განმარტა, რომ მან მართლაც დაურეკა ენერგოპრო ჯორჯიას ადგილობრივ ხელმძღვანელს და მოსთხოვა, რომ ქალაქში გამოერთო ელექტროენერგია, თუმცა ეს გარკვეული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გააკეთა. თუმცა კითხვაზე, რას გულისხმობდა ჩალაგაშვილი უსაფრთხოების ზომებში და რატომ გახდა აუცილებელი 12 იანვრის საღამოს ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვა, ჩალაგაშვილს კონკრეტული პასუხი არ გაუცია. ქუთაისის იმერეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში კი ამბობენ, რომ ჩალაგაშვილის საქმეში მოწმეების გარდა არსებობს სატელეფონო ჩანაწერი, საიდანაც დასტურდება, რომ ჩალაგაშვილს აღნიშნული ქმედება არავითარი უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ ჩაუდენია და მომხდარი უბრალოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჩალაგაშვილის ახირება იყო. 12 იანვრის ღამეს ერთ-ერთ ობიექტზე უსაფრთხოების ამ მომხალახეების უსაფრთხოების მიზნით, ვინაიდან არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იყო მოყოლე ჩართვა გარკვეული პერიოდით ძაბვის გათიშვის მოთხოვნის გამო, რომ არ მომხდარიყო იგივე ფაქტი, რაც დაფიქსირდა რამოდენიმე კვირის წინ ქალაქ ქუთაისში ანალოგიურ მსგავს დაწესებულებაში. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი პირადი მოვალეობა, ვინაიდან მქონდა საფუძვლიანი ეჭვი ამისი, რომელიც ჩემი პრომოსლა გამოიყენა, ვთხოვე, რომ ვინაიდან არ ყოფილიყო რაღაც პრობლემა, რომ შეწყვეტა ელექტროენერგიის მომავალ ეს ვაჩვენებინება ჩვენებაში, მაგრამ როგორც ისინი ამბობენ, ეს არის ალბათ სხვა მოტივი. ჩალაგაშვილს ედავება 2013 წლის 12 იანვარს რესტორან ამირანში მისი ინიციატივით თვითრეგულად გამოფრთნის შესახებ. გამორთული იქნა მისი უპირობო დავალებით ელექტროენერგია რესტორან ამირანში და გარდა ამისა ელექტროენერგია გამორთული იქნა ქუთაისში მდებარე 200-მდე ოჯახს და გარდა ამისა კიდევ სხვა სასაცილო ობიექტებს. ჩვენთველი დღის განმავლობაში უკავშირდებოდით ენერგოპრო ჯორჯიას ადგილობრივ ხელმძღვანელს დავით მურადაშვილს, თუმცა მისი მობილური ტელეფონი გამორთულია. ენერგოპრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა თეონა გეგუჩაძემ კი სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ის რომ გურამ ჩალაგაშვილი თანხმდ პირებთან ერთად რესტორან ამირანში 12 იანვრის საღამოს მართლაც ქეიფობდა, ამას თავად რესტორანშიც ადასტურებენ. ჩვეულებრივად არაფერი მნიშვნელოვანი ინციდენტი არ ყოფილა, ჩვეულებრივად გაითიშა შუქი, როგორც სხვა დროს. და ჩვეულებრივად გადაირთო ესეთი გენერატორზე და გავაგზავნეთ მუშაობა ჩვეულებრივად. არანაირი ფაქტი არ ყოფილა სხვა. რა მიზეზით გამოირთო 12 იანვარს შუქი ქუთაისში? თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ. იცით, კომპანია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ან კომენტარს არ გააკეთებთ? დიახ, კომენტარს არ ვაკეთებთ. გურამ ჩალაგაშვილს ბრალი 323 მუხლით აქვს წაყენებული, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩალაგაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ 12 საათზეა ჩანიშნული. თორნიკე მართალია, როგორც ჩვენ უკვე თქვი, დავით მურადაშვილი კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ რა ინფორმაციას ფლობს, დაკითხეს თუ არა ამ კომპანიის ხელმძღვანელი უკვე სამართალდამცავებმა? ჩვენი ინფორმაციით სამართალდამცავებს დავით მურადაშვილი არ დაუკითხავს. გასაგებია, გმადლობთ თორნიკე ხურციძე საუბრობდა გურამ ჩალაგაშვილის დაკითხვის დეტალებზე პირდაპირ ეთერში.